გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ უშინდელი დაძაბული დღის შემდეგ, რაც ირან-ისრაელის დაპირისპირებას ეხებოდა, გავიდა ახლა მთელი მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება იყო მიპყრობილი იქეთკენ და გავიდა ერთი დღე, ასე რომ ვთქვათ, რაღაცებზე შეიძლება ადამიანმა ისაუბრო. ეს კონფლიქტი ჩვენ უფრო იმიტომ გვაინტერესებს, რომ არის ჩვენი რეგიონი, ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ყველაფერმა შეიძლება ჩვენი ქვეყნის საერთოდ არსებობა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ და სამწუხაროდ უამრავი დებილი გვყავს ერში, ჩამოყალიბებული დებილი, რომელსაც ეს ყველაფერი არ ესმის, ანდა რო კითხო თუ ესმის, ისეთ არასწორ მხარეს დგას, რომ მისი ქვეყნის განადგურება ისე უნდა რომ თვითონ ვერ გებულობს ვერაფერს და მინდა ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. ახლა გუშინ საღამოს სპეციალურად არ ჩავწერე. დაფიქსირებული არის რადიაციის გაჟონვა. რადიაციის გაჟონვა, შემოკარგებო, კიდე რას ნიშნავს, იცით? ელემენტარულ კითხვას უსვამ. არიძლებიან ახლა საშუალებას, რომ იქნება გაითიშოს ეთერი და ვერ ველაპარაკო ამ ხალხს. იმიტომ რომ ამ უკნიდან განათლებულების ხელში არის ეს სოციალური მედია. თუ ეს გაითიშება, შემდეგ YouTube-ის არხზე ჩავთავ ტრანსლაციას და ისე გაგესაუბრებით. გაიჟონა რადიაცია, ხო? აი, საერთოდ არაფერს არ ფიქრობთ. ჩერნობილში რა მოხდა 86-87 წლებში? საქართველოსთან უფრო შორს იყო ვიდრე ირანის ბირთვული ესენი, რა ქვია, ობიექტები. იქედან წამოსულმა რადიაციამ რა უქნა საქართველოს და რა უბედურება დამართა? არ გახსოვთ? ეს იქნება მონაგონი. ეს როგორ უნდა გიხაროდეს, კაცო? ასეთი დებილი, ასეთი ავადმყოფი როგორ უნდა იყო? ასეთი ჩლუნგი რას იღებთ, რამდენს იღებთ ქვედადამოტყუნებო ამდენ ამ ფულს? მერე და მეორე, ეს ერთი უბედურება, რომ რადიაციული თოვლი მოვიდეს საქართველოში. ახლა მეორე უბედურება ამ ჩლუნგი და ამ დებილი ხალხისთვის. ჯერ ისე და სულ ზღაფავს ჩვენიერი და ჩვენი ქვეყანა. დევნილების ნაკადები, რომელიც ეს ომი თუ გაგრძელდება და დიდი ალბათობით გაგრძელდება, დევნილების ნაკადები წალეკავს საქართველოს. არა მარტო საქართველოს, საერთოდ სამხრეთ კავკასიას. ირანი არის დაახლოებით 90 მილიონამდე მოსახლეობა არის და ასე შემდეგ რა. არა მარტო აქ ირანელ დევნილებზეა საუბარი არის სხვა ხალხზეც, იგივე ებრაელებზე, იგივე არაბებზე, იგივე რეგიონის სხვა მაცხოვრებლებზე, რომლებიც აუცილებლად დაიწყებენ ნაკადებით დინებას იქეთ, სადაც არ არის ომი. წალეკავს. საქართველოს შეიძლება მოაწყდეს 3-4 მილიონი დევნილი. რა გიხარიათ? რა გიხარიათ? ამას ვინ გიკეთებთ, იცი? თქვენი ძმა და თქვენი მეგობარი ისრაელი და ამას გიკეთებთ თქვენი ძმა და თქვენი მეგობარი დასავლეთი. ეს ასეთი ბიდლა, აი ესეთი ბიდლა რატო უნდა იყო? აი ასეთი ჩამოყალიბებული, არ ვიცი მე რა ქვია ამ ხალხს, რა უწოდო ამ დედარძე მოტყუნებს, რა გითხრათ. ჯერთვის ეს ჩვენი ძმა, როდის მე ყოლია ქართველ ძმა, რომელიც სახელმწიფოა ჩვენი ძმა, რომელიც დახმარებია. რამ გამოგასირათ, ასე რამ გამოგაჩლუნგათ და რამ გამოგადებილათ. საკუთარი ერის განადგურება და საკუთარი ერის გაქრობა გინდოდეს. უტყვიოთ, უსისხლოთ ყველანაირად გადაგვივლიან ეს დევნილთა ნაკადები. ვერავინ ამას ვერ დააკავებს. და ამას აკეთებს ისრაელი. აკეთებს, იმიტომ რომ ახლა დებილი და ავადმყოფი უნდა იყო, რომ ვერ ხედავდი, რომ ისრაელი დაესხა თავს და ისრაელმა დაბომბა და ისრაელის დანაბომბიდან ხდება ეს ყველაფერი, რომ ამოდის რადიაცია და რომელიც შეიძლება საქართველოში შემოვიდეს. ისევე როგორც დევნილები. დავანებოთ ყველაფერს. ამას ტაშს როგორ უნდა უკრავდე? ეს როგორ უნდა გიხაროდეს? როცა შენი ქვეყანა არის პირდაპირ ცენტრში ამ ყველაფრიდან გამომდინარე. თქვენ თუ გონიათ შორს მიდის ბრძოლები ძალიან შემწყარხარ. აგერ ჩრდილოეთ ირანის, სომხეთ
ირანის საზღვარზე რო გადახართ თავრიზი, ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, აგერ აკარისყურში არის იბომბება ის ტერიტორიები. ეს არის უახლოესი ქალაქები და ის, რომელიც სადაც ისრაელის ავიაციას მეტი იოლად შეუძლია მიწვდეს ობიექტებს. ჟონავს, კი ბატონო, რადიაცია ჟონავს და ეს არის უბედურება. რადიაციული გაჟონვა, აი, ესეთი რაღაცა უახლეს ისტორიაში არ ყოფილა, რაც ახლა ხდება. ამათმა ხო დაბომბეს და საპასუხო ცეცხლი. აი, ჯერ აი ამაზე ცალკე მინდა გავამახვილო ყურადღება. ბიჭო, ისეთი გახარებულები იყვნენ და აი ცაში იყვნენ სიხარულით ასული. და ირანი ჩაბანძდა, ირანი ასე გახდა, ირანი ისე გახდა, რო ეუბნები ამ ხალხს, ამ დებილებს, ამ ავადყოფებს, რომ არა მასე საქმე არ არის ეს ხელწამოსაკრავი ქვეყანა და არ არის ეს რაღაცა ისა რა ქვია ჭე კლასის ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ესეთი რაღაცა აკადრო. დღის მეორე ნახევარში გამოვიდნენ ირანელები შოკიდან, ის შოკი რაც განხორციელდა და თავად მიიტანეს იერიში ისრაელზე. იერიში და რაც არ უნდა ახლა პროპაგანდით შენიღბოთ ეს ყველაფერი და იწივლოთ და იკივლოთ და ასექნათ და ისექნათ, ირანის დარტყმებმა მიაღწიეს ასობით ობიექტი არის დაბომბილი ისრაელში. მაგრამ ირანიდან განსხვავებით ისრაელიდან განსხვავებით სამოქალაქო ობიექტები არ იბომბება. დაბომბილი არის როგორც ავიაციო ბაზები, დაბომბილი არის ასევე ისრაელის თავდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც მაგათი განთქმული რკინის გუმბათი იცავდა და 2 ბატარეა განადგურებული არის, იმიტომ რომ გამოყენებული იქნა ჰიპერგერითი რაკეტები და რაც საინტერესო არის, ასევე იერიშის მიტანა მოხდა ისრაელის ბირთვულ ცენტრზე. ბირთვული კვლევითი ცენტრი, რომელიც გააჩნია ასევე ისრაელს. ამიტომ აქ შეიძლება ბირთვული აფეთქება ერთი მხრიდან კი არა, მეორე მხრიდანაც მოხდეს. ეს ის ობიექტია, სადაც ისრაელი ინახავს ბირთვულ იარაღებს. და სადაც თავმოყრილი არის, რა ვიცი, უზარმაზარი არსენალი. ახლა ეს როგორ უნდა გიხაროდეს? რაც ხდება, გინდა ერთიდან, გინდა მეორედან, ნორმალურ ადამიანს ეს არ უხარია. იმიტომ რომ ხდება რაციო ჯერ ერთი ბიჭო, აი რა მინდა გითხრათ, იცი, აი ყველას გეუბნებით რა, ყველა ვინც ისრაელს უკრავ ტაშს რა. მე მეუბნებიან, შენ ისე ებრაელები არ გიყვარს, მე არავინ არ მიყვარს ჩემი ერის გარდა. და ნუ მავალდებულებს, მე მიყვარდეს რომელიმე ერი. რატო უნდა მიყვარდეს მე რომელიმე ერი? მე მიყვარს ჩემი ერი. და მორჩა არ მაინტერესებს სხვა არავინ. ავალდებული ვარ, მე მიყვარდეს ებრაელი. რას მტენით ამ უმადურ ხალხს, რომელსაც 26 საუკუნე სახკარი თავშესაფარი მივეცით, სახელმწიფო შეუქმენით, ფაშიზმიდან გადავარჩინეთ, 1000 რაღაცა გაუკეთეთ და რაც ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა საქართველოსთვის ბოზობის, პროჭობის, ღალატის და დედამოწყუნობის მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ, როგორც ისრაელის სახელმწიფოს, ისევე იმ ქართველ ებრაელებს. დაწყებული იაკობაშვილით და გაგრძელებული კეზერაშვილით. აღარ მაქვს ხებზე ლაპარაკი. რატო უნდა მიყვარდეს მე ეს უნამუსო ხალხი? ეს ერთი. მე მეორე. ბიჭო, თქვენი აი ამათ უკვე ადამიანიც კი არ ქვია. აი ამას ადამიანიც კი არ ქვია, ცხოველები ხართ რა. მე იმ ქართველის დედას შევეცი, ვინც ტაშს უკრავს იმ ქვეყანის არმიას, რომელმა არმიამაც აი სულ აგერ ცოტა ხნის წინ იმაში რა ქვია, ღაზაში 14500 ბავშვი მოკლა. ბავშვი, უდანაშაულო ბავშვი. ბავშვი არა მაქვს მე ქალზე, დამნაშავეზე, იმაზე, მოხუცი, ამაზე ლაპარაკი 80,000-მდე რომელსაც ითვლის. როგორ უნდა უკრა ბიჭო ტაში, მე ღმერთი არ გწამთ ბიჭო, საერთოდ მართლა ასე ურჯულოები რამ გამოგიყვანათ. თქვენ დედა მოტყნულებო, საერთოდ ამნაირი უსისხლოები რამ გამოგიყვანათ, რა უნდა გიკვირდეთ თქვენი 14,500, რადგანაც არაბის ბავშვია, ბავშვი არა? არ უნდა გეცოდებოდეს? 1 და 2 ხო არა? 14,500 ბავშვი მოკლა. და თქვენ უკრავთ ტაშს.
იმ დონის უბედურება მოაწყვეს ევროპამ ვერ დამალა და ჰააგის ტრიბუნალმა აღძრა ისრაელის თავდაცვის მინისტრზე და პრემიერ-მინისტრზე გენოციდის მუხლით საქმე. და თქვენ უკრავთ კაშს, ავადმყოფები ხართ, ბიჭო, აბა ვინა ხართ? ავადმყოფები ხართ და როგორ უნდა მიყვარდეს მე ეს ხალხი? ან რა ვალდებული ვარ რომ მე ეს ხალხი მიყვარდეს? ფეხებზე მკიდია რა თქმა უნდა. არ მაინტერესებს, მაინტერესებს ჩემი ქვეყანა და ჩემი ერი. ეს გამოვიდა ეს თამაზაშვილი როა, იმან და თუ ელიზბარაშვილი როა, იმან დამეწერა კომენტარებში, რომ ირანი უნდა განადგურდეს, ისრაელს გაუმარჯოს, ყველა რუსეთო. გავიგეთ, რომ დედა ყავს ებრაელი და ებრაელი ხარ შენც. მაგრამ შენ საძაღლებს ნუ გადააყოლებ რა საქართველოს. მოგიდე, მაგ შენ ძაღლებს ყელ და წადი იმ ისრაელში. არ გვინდა რა ეს შენი ჭყუის სწავლებები. და ამ ქართველი ებრაელების ჭყუის სწავლებები კიდე რა. არასდროს მე თქვენ არ მახსოვხართ, როცა ჩემ ქვეყანას უჭირდა რამე. კიდე ერთხელ გეუბნებით. დაახვიეთ აქედან და ზოგი უკრაინაში წადით, ზოგი ისრაელში წადით და გინდა მამიჩემის მამასთან წადით. ამას როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ტაში უკრა? სერიოზული დაავადებული და ავადყოფი საზოგადოება გვყავს რა. არც ერთ ერზე, არც ერთ ხალხზე არ აგვაქვს ალაპარაკო რა. ეხლა რა შეიძლება თვითონ ადგილზე მიმდინარე მოვლენებს. ჯო, მე რო იბრიქებოდით ელემენტარულად სიტუაციის ანალიზი რო გავაკეთოთ, რო იბრიქებოდით და აი ნახეთ და ირანი როგორ მიაჩმორეს და ასე მოხდა და ისე მოხდა და ასე. კი ირანს ჰქონდა ძალიან დიდი ჩავარდნა. ძალიან დიდი ჩავარდნა იყო ირანის, ახლა ეს ობიექტური ანალიზი რო გააკეთო ამ ყველაფერზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ირანისთვის, ირანის უსაფრთხოებისთვის ეს იყო, რომ ფაქტია, აშკარა არის, რომ ირანში მოქმედებს ძალიან ძლიერი ისრაელის აგენტურა. არა ვიტალი, არა თამაზ ელიზბარაშვილი არის უცებ შემეშალა კაცო. შენ არაფერს არ გერჩი კაცო. ის მე ძაღლები რო ყავს იმაში თავშესაფარში იმაზე მათ ლაპარაკი. ირანში მოქმედებს ძლიერი ისრაელის აგენტურა, რაც გამოჩნდა. ომი ამ ყველაფერს აჩენს. ეს იყო ირანის სრული ჩავარდნა უსაფრთხოების სამსახურების, იმიტომ რომ როგორც გამოჩნდა ირანის ტერიტორიაზე ისრაელის სამსახურებს ჰქონდა გაჭრილი უზარმაზარი არხი, რომელი არხის საშუალებითაც ისინი ახდენდნენ არა მარტო დადგენას იმ მაღალჩინოსნების, რომელი მაღალჩინოსნებიც გენერლები იყვნენ და პასუხისმგებელი პირები იყვნენ თავდაცვის სისტემებზე, ასევე მეცნიერებზე. ეხლა თუ ისრაელი ტერორისტული სახელმწიფო არ არის და თუ მისი ქმედებები ტერორისტული სახელმწიფო არ არის, მეცნიერებზე, აი ერთმა დამიწერა რომ ისო რა, მეცნიერიო ბირთულ ბომბს ქმნისო და რას ქვია რა, ვინც მეცნიერია და მეცნიერულ საქმიანობას ეწევა, ესე იგი ის ჩვეულებრივად გასანადგურებელია სამხედროა? დაიბომბა სამოქალაქო ობიექტები, ჩვეულებრივი ხალხი ოჯახებში ვინც ცხოვრობდა, დაბომბეს ოჯახიანად ამოწყვიტეს ეს მეცნიერები, უდიდესი მეცნიერები და შვილებთან და ცოლებთან ერთად ამოწყვიტეს ეს სამხედრო პირები. რა თქმა უნდა, როდესაც ამხელა, იმიტომ ეს არის სუფთა, ეს არ არის ომის წარმოების სტრატეგია, იმიტომ რომ ომის წარმოების სტრატეგიაში არ ხდება სამოქალაქო პირებზე იერიშის მიტანა. მეცნიერი იქნება ის, თუ იქნება სამხედრო პირი, რომელიც სამოქალაქო დასახლებაში ცხოვრობს. შემოვიდა ვიღაცა ტროლი. სპარსელებს კი არ ვიცავ, შეგამოსირებულო. სიმართლეს ვლაპარაკობ და თუ არ მოგწონს, გაითხარე უკან შენი პროპაგანდა. და რა თქმა უნდა, როდესაც ამხელა დარტყმას მიიღებდა არმია, რომელსაც გენერალური შტაბის უფროსები გაუნადგურდებოდა და ასე შემდეგ, უცებ ვერ უპასუხებდა. როდესაც დაიწყო პასუხის გაცემა. რა პასუხი მიიღო? რა პასუხი მიიღო ისრაელი? ნეთანიაჰუ საერთოდ არ გააჩერეს იმაში, თვითმფრინავში ჩასვეს და ჰაერში ყავდათ დაკიდებული. რომ მიწაზე რამე არ მოსვლოდა.
ამიტომ არ იცით თქვენ რეგიონში რა ძალას ეთამაშებით. რა ძალასთან აქვს საქმე, აზრზე არ ახართ. ეს არის ცეცხლთან თამაში. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, ჩვენი რეგიონი არის და ჩვენზე შეიძლება ჩვეულებრივად გადმოვიდეს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვამბობ. ობიექტურ სიმართლეს ვამბობ. ძალიან რო იბრიქებოდით ისე ზოგ-ზოგი ერთები, აი ეს თქვენი ქებული თვითფრინავები ვიდეოც არის, პილოტებით ჩამოგდებული არის, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, აი, აგერა ფიქსირდება ის, რომ F-16 და F-35-ის ჩამოგდებული არის ირანის ტერიტორიაზე. ჩამოგდებულია ეს უმაღლესი ხარისხის ამერიკული თვითფრინავები, რომელიც ისრაელს გააჩნია და მათ შორის, რა ვიცი, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ორი პილოტი არის ტყვე თაყვანილი, მათ შორის ერთი ქალია. საპასუხოდ ირანი აცხადებს რას? ირანი აცხადებს შემდეგ რამეს. ირანის გავლენის ქვეშ არ არის მარტო ირანის სახელმწიფო. აი ამ რუკას რატო გაჩვენებთ? აი ეს ორ წერტილს დააკვირდით. აი ერთი და აგერ მეორე. ეს არის ორმუზის სრუტე და ეს არის ბაბელმანდების სრუტე. ორმუზის სრუტე, რომელშიც სპარსეთის ყურის ნავთობი გამოდინდება, ანუ გამოაქვთ ტანკერებით და ბაბელმანდების სრუტე, რომელიც აკავშირებს ევროპას და ასე რომ ვთქვათ, აფრიკის ჩრდილოეთ საზღვრებს, იმასთან რა ქვია, ინდოეთის ოკეანესთან. სადაც მსოფლიო ვაჭრობის 1/13 იმაშობა რა ქვია, გადის. ირანი აცხადებს, რომ ის გადაკეტავს ერთსაც და მეორესაც. თუ კი რომელიმე ქვეყანა გაბედავს და ცხვირს ჩაყოფს ამ ყველაფერში. აი ამ საზღვარს აქეთკენ, აი ამ ბაბელმანდების სრუტეს აკონტროლებენ, იქ არის უზარმაზარი ამერიკული ხომალდების დაჯგუფება, რომელიც არაერთხელ ახორციელებდა იერიშს და ახორციელებს იქ ბიმავალ გემებზე. და ამას ჯერჯერობით ვერაფერი ვერ მოუხერხეს. აი, ორმუზის სრუტეში კიდე ირანისთვის ორმუზის სრუტის კონტროლი საერთოდ მარტივი არის. ეს კი ავტომატურად ურტყამს მსოფლიოს ეკონომიკას. გაგცემ ნათელა პაპიაშვილი. გაგცემ ნათია პაპიაშვილოს საქმეს. პასუხს. აი თუ კი ამ ორი რაღაცის გადაკეტვა მოხდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიოში უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისი, ძალიან ბევრი ქვეყნის დეფოლტი საერთოდ და კრიზისი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იყო 2008 წლის, ეს იქნება ზღაპარი. ახლა გავცემ ამ ქალს ამ დებილს ეთყობა ეს. მომისმინე აქ მე არ ვიცი თურმე ისტორია შაჰაბასმა რა უქნა საქართველოს, ხო? ხო, შაჰაბასმა რო უქნა საქართველოს, ეთყობა ეს ქართველი ებრაელია ეს. შაჰაბასმა რო უქნა ეს საქართველოს, მე-16 საუკუნე იყო. მე-16 საუკუნე იყო და ომი იყო. 200 წელიწადია ირანი არ დასხმია არავის თავს, ეს თქვენგან განსხვავებით ისე, ებრაელებიდან განსხვავებით, რო იცოდე. დებილო, წაკლა. რაც შეგეხებათ თქვენ ებრაელებს, ქართველებთან ხმა არ აგაქვთ ამოსაღები არასდროს. მთელი თქვენ ცხოვრების მანძილზე, იმიტომ რომ თქვენზე უმადური ერი დედამიწის ზურგზე არ არის. თქვენ ქართველმა ერმა შეგიფარათ 26 საუკუნე, თქვენ ქართველმა შეგიქმნათ სახელმწიფო ისრაელი, თქვენ ქართველმა გადაგარჩინათ ფაშისტების ოსვენციმის ლაგერებიდან და იქით მხარესაც თუ გინდა შალვა მაღლაკელიძე ყოფილიყო და უამრავი სხვა ქართველი გრიგოლ ფერაძე და გადაარჩინა თქვენი ჯიში და ჯილაკი ტყვეობას იქ ოსვენციმის ბიუხენვალდის საქსენჰაუზენის ენდან გამოათრია და გადაგარჩინათ სიცოცხლე მოგცათ საქართველოს გაგიკეთათ ყველაფერი ეს და ქართველმა ერმა და თქვენ ქართველებს 2008 წლის ომის დროს იარაღი რომ იყიდეთ უპილოტო აპარატები რუსებს გადაეცით კოდები
მოკიდული არაღზე კიდე ტყვია წამლის მოწოდებაზე უარი განაცხადეთ. ამის გამო კიდე უჩივლეთ საქართველოს, ფულს არ გვიხდისო და წაგებულ ქვეყანას 25 მილიონი წაართვით. თუ ვინმე ქართველმა ფეხი დადგა ისრაელში, იგიც სამუშაოდ. ან სამკურნალოდ ჩამოსული ადამიანები ბავშვები რო ჩამოიყვანეს, ბენგურიონის აეროპორტში ჯოჯოხეთი მოუწყვეთ და გაუბახტებში ჩაყარეთ და უკან გამოაბრუნეთ. საქართველოში ჯვრის მონასტერში კიდე რაც მოხდა და როგორ გადაღებეთ შოთა რუსთაველის ფრესკა, ესეც თქვენი ნამოქმედარია და თქვენაირი უმადური და უსინდისო ადამიანები, როგორც აი ქართველი ებრაელები ხართ განსაკუთრებით. სხვები კიდე არ არიან ისეთები, პირიქით. აი ეს ქართველი ებრაელები რო ხართ, აი ესეთი უსინდისო ხორი ადამიანები, აბსოლუტური უმრავლესობა, 80-90% მაინც. მე არ შემხვედრია დედამიწის ზურგზე, არც ერთ ერში. ყველა სხვა რჯულის ებრაელებიც მინახია ძალიან ნორმალური ხალხი, ძალიან კარგი ხალხი. ეს ქართველი ებრაელები რო ხართ, ხო, ასეთი ღორები დედამიწის ზურგზე არ არსებობენ. ხო, აი ესა ჩემი პასუხი, შემართლა დებილო, შემართლა ავადმყოფო და დახვი ახლა აქედან რა. და შენაირი ღორი ვისაც უყვარს, იგი შენზე უარესი ღორი არის. დაწნაბი იმედი. და ესეთი ღორის სიყვარულს ესა რა ქვია, მოგთხოვს ვიღაც ახლა კი გააჯვი აქედან. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ქვაქვაზე არ დაგჩენიათ, მაგ სულ ფეხებზე მკიდია. აი ეს არის მოსალოდნელი. დღეს არის მეორე დღე. ფაქტია ის, რომ სოფლიო არენაზე მიმდინარე პროცესები რაც არის, განსაკუთრებით ამერიკის როლი, რომელიც აცხადებს იმას, რომ თურმე თვითონ არაფერს შუაში არაა მომში. თურმე ამერიკელები არაფერს შუაში არ არიან. თურმე ჩემი ბრალი ყოფილა. ისრაელს გააჩნია ამერიკული ავიაცია, გააჩნია ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, გააჩნია ამერიკული რაკეტები, გააჩნია ამერიკული დაზვერვა და თურმე ამერიკა არაფერს შუაში არაა და ეს უნდა დააჯეროს ახლა სადა ქვეყანას. და თავიდან წიოდენ და კიოდენ, რომ ჩვენ არაფერს შუაში ვართო და მე ეგონათ ასე ზოგ-ზოგიერთი გამოკლეებულივით, რომ ირანი მართლა გაანადგურეს და პასუხს ვერ გაცემდა და ულტიმატუმების წაყენება დაუწყეს. აი ხვალ მაგალითად, ხო? ხვალ უნდა ყოფილიყო ბირთვული შეთანხმების მეორე ის, რომელიც ჩაიშალა. ირანმა განაცხადა, რომ ერთი კვირის მანძილზე გააგრძელებს ისრაელის დაბომბვას. არ ვიცი, როგორ გადაურჩებიან, ეს არაა ჩემი საქმე და არ მაინტერესებს. ერთი ვიცი, რომ ირანი რაც არ დაბომბავს, ესაა იერუსალიმი. იმიტომ რომ თulis, რომ ესაა წმინდა ქალაქი. და ამან შეიძლება გადაარჩინოს. დანარჩენი არ მაინტერესებს. არც ისრაელის ბედი, სიმართლე გითხრათ, არც იერუსალიმის ბედი არ მაინტერესებს. მაგ ეს არანაირი წმინდა მიწა არა, ესაა დაწყევლილი მიწა, ჩემი აზრია ასეთი, სადაც ოდიდგანვე იღვრებოდა სისხლი და სადაც ღმერთის მოვლინებამ და უფლის მოვლინებამ ვერ უშველა ვერაფერი. და პირიქით, უფალი გააკრეს ჯვარზე და ახლა ამ ხალხიდან უფლის მოღალატე ხალხი მე რატო უნდა მიყვარდეს? ეს ამას ვერ გებულობ, ერთი კიდე ამას ნამდვილად ვერ გებულობ, ერთ ამას. ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი უფალმა თავისი არსებობით ვერ დააჯერა ამ ხალხს სიკეთე. და ახლა თურმე მე უნდა მიყვარდეს ისრაელი და ებრაელი. ხო. ამიტომ ამერიკელებს აქვს თავისი ჟიმჟიმი. ჩვენო არაფერში არ მონაწილეობთო და ჩვენო არავინ არ შეგვეხოსო. იმიტომ რომ ბაზები არის იქ განთავსებული, ამერიკული ბაზები, რომლებიც ირანის სამიზნეები გახდება ბუნებრივად. ჩვენ არაფერში არ ვღებულობთ მონაწილეობას ისრაელსო მხოლოდ და მხოლოდ საავიაციო ბომბების ჩამოყრაშიო ვეხმარებით. ხო, არაფერში არ მონაწილეობთ. იარაღი ჩვენი აქვს. ბომბების ჩამოყრაში ვეხმარებით, თუ ჩვენი არაფერი ბრალი არაა. მოკლედ, აქ ახლო აღმოსავლეთი არის, აქ ერთმანეთის დანდობა, ერთმანეთის
სისუსტის გამოვლინებად ითვლება აბსოლუტურად ყველანაირი ჰუმანიზმის გამოვლინება, ამიტომ გააღვიძეს დაბუდებული ლომი და თავად შეყონ ლომების, რა ქვია, ფეხზე წამოდგომაოთ, რაღაცას დაარქვეს იმას ოპერაციას. აი ბარეულს გნახავთ აწივლებულს და აკიბლებულს. და ესაა თქვენი ბრალი. და ნეთანიაჰუმ დაიწყო ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მის თანამდებობას ვერ შეინარჩუნებდა. იქ რაც ღაზაში უბედურება აკეთა, რაც ისრაელს დამართა, რაც ასე და როგორც აწია ეს ყველაფერი, ეს იყო კულმინაცია. თუმცა ეს არაა ჩემი საქმე. კისერი უტეხიათ. მე გეუბნებით ერთ რაღაცას. ირანში გუშინ იქნა გაჟღერებული, რომ ისრაელი იქნას დაბომბილი ატომური ბომბით. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გუშინ ახდენდა ირანი გამოცდას ბირთვული იარაღის მიწისქვეშა გამოცდას. ამით იმის თქმა მინდა, რომ დიდი ალბათობა არსებობს იმისი, რომ ირანს უკვე გააჩნია ბირთვული ბომბი, რომელსაც აუცილებლად გაისვრის, თუკი ეს მის ინტერესებში იქნება. და არ ვიცი ამას ისრაელი მოყვება ამ ყველაფერში, ერაყი მოყვება, საუდის არაბეთი მოყვება, თუ საქართველოს შეიძლება მოყვეს, იმიტომ რომ ფაქტია ის, რომ ჟირინოვსკის ვინც ლანძღავდა და აგინებდა, ახლა მის ვიდეოებს აზიარებს და ნათქვამი აქვს მაგ ადამიანს, რომ დაიმახსოვრე თუ ჩემი სიტყვა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, როდესაც ისრაელი დაარტყამს ირანსო. ამის შემდეგო ირანი შეავიწროებს ისრაელსო და ამერიკაო თავისთავადო დაიწყებსო ისრაელის დახმარებასო. და ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ ამერიკელები დაეხმარებიან ისრაელს? და აუცილებლად საქართველოს ტერიტორიის გამოყენებასაც მოითხოვს ჩვენი ძმა და მეგობარი ამერიკა, რომელთანაც გადატვირთვის პოლიტიკა გვაქვს გაკეთებული. აი, მაშინ დაუთმოთ ჩვენი აეროპორტები, მაშინ დაუთმოთ ჩვენი საზღვაო სივრცე, მაშინ დაუთმოთ ჩვენი საჰაერო სივრცე ამერიკას ირანზე იარიშის მისატანად და აი მაშინ გაიგებს უკვე პირდაპირ ირანულ რაკეტებს თბილისში გაიგებენ რა იქნება და როგორ იქნება. ცალკე არის რუსეთის ფაქტორი. აუცილებლად ჩაერევიან რუსები, თუ ეს მიიღებს დიდ მასშტაბს. და რუსები ჩაერევიან სხვანაირად. რუსები ჩაერევიან მათი მოკავშირე რესპუბლიკის სომხეთის დასაცავად, სადაც ყავთ სამხედრო ბაზები. ხო ვერ მეტყვით, ვინმე რომელი ტერიტორიიდან მოითხოვს რუსეთი თავიანთ ბაზებზე დახმარების გაწევის გზის გახსნას, თურქეთს ხო არ თხოვს შემთხვევით. საქართველოდან ხო არ მოითხოვს. აი მეორე საფრთხე უკვე ჩრდილოეთიდან. ადამიანი უნდა იყოს დებილი, რომ ვერ ხვდებოდეს მის ქვეყანას რა ფასი აქვს. აი წუხელი რაც მოხდა და ირანის საჰაერო სივრცე და ერაყის საჰაერო სივრცე გადაიკეტა, მთელი თვითმფრინავების აკადები სად წამოვიდა? ხო არ გეცნობათ რუკაზე ეს ადგილი? ეს საქართველოა. იმიტომ უახლოესი საჰაერო სივრცე და უახლოესი საჰაერო ხაზი გადის საქართველოზე. ახსნობიერებთ რა დონის ახლოსაა და რა დონის ახლოს არის საფრთხე? აი ქვემოთ სადღაც ბირთვული ობიექტებია. აი იქ ჟონავს ქვემოთკენ სადღაც ისა რა ქვია. რადიაცია. იგაიფე, ძალიან იგაიფე, შენ გენაცვალე. საკაიფოთ აგაქვს საქმე. მოსაძენ, არა, შენ ძმაო, შენ ხარ.
შენგენ აცვალე, აბა რა, იკაიფე მოსადზე და იმაზე მეტი ჭკვიანი რაფერა ვარ. ხო, მოსადის და ცახალის ტვინები იმას ფიქრობენ საქართველოს სიკეთე რა მოუტანო, ხო? საქართველოს სიკეთე რა მოუტანო. საქართველოს რა უნდა გააკეთოს? შენზე არის რამე დამოკიდებული? შენ რო ყველაფერი კარგად გააკეთო, შენ არავინ არაფერს არ გეკითხება, რეგიონია. და მაგათი მოსაქმებული ჩემო თორნიკე შენთან აყროლდება. და ესე ყროლდება, მაგრამ შენ არ გინდა ამის გაგება. შენგან განსხვავებით აზროვნება შემიძლია და ვხედავ და გეოგრაფია ვიცი და ცხოვრების გამოცდილება მაქვს რაღაც. ირანიც ვიცი რა არის, ერაყიც ვიცი რა არის, ისრაელიც ვიცი რა არის, საქართველოც ვიცი რა არის და ამერიკაც ვიცი რა არის. და რაღაცებში მიმიღია მონაწილეობა. და ჩემი თვალით მინახია. და შენაირებს კიდე რა გონიათ, იცი? ღედაღამე დასავლეთი და ამერიკა და ისრაელი იმას ფიქრობს საქართველოს როგორ იყოს კარგად. მეტი ძამი. კი, მოსადი და სახალი მის საქმეს გაიკეთებს, მაგრამ მათი მოსაქმებული რო აგიყროლდება შენ სახლში, ნახავ მე ერთი როგორ გაიტანა ამ ყველაფერს. არაფერი დამაიმედებელი არ არის. არაფერი არ არის დამაიმედებელი, დამაიმედებელი შეიძლება აღმოჩნდეს ერთი რაღაცა, რომ ისა რა ქვია ერთადერთი ვარიანტი მოლაპარაკებები თუ დაიწყება, რომ ორივე მხარე მაკმაროს ერთმანეთზე მიყენებული ზარალი და შეწყვიტონ ერთმანეთზე იერიშის მიტანა. თუმცა ესეც გამორიცხულია, იმიტომ რომ არც ერთი მხარე, არც მეორე მხარეს ენდობა, არც პირველი მხარე ენდობა მეორე მხარეს და აქედან გამომდინარე ამ გარანტია იმის, რომ მოლაპარაკება შედგება და ამ მოლაპარაკებას ერთი ან მეორე მხარე დაიცავს არ არსებობს. არსებობდა ამის მექანიზმი ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის წინა პერიოდში, პირველ პერიოდში გაწყვიტა ირანთან ბირთვული ხელშეკრულება, რომელიც ბირთვული იარაღის, ასე რომ ვთქვათ, შექმნის აკრძალვას და კონტროლს ახდენდა, მაგრამ არ გაახანგძლივა ირანთან ეს შეთანხმება და აქედან გამომდინარე ირანმა ეს გამდიდრებული ურანი დაიწყო და გამოიყენა იმ მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც ქვია სამხედრო მიზნები. ახლა ეხვეწებოდა რომ მეორე ხელშეკრულება გავაფორმოთო და ირანში ძალიან კარგად მიხვდნენ იმას, რომ არავის არ აინტერესებდა ირანის, ესე რომ ვთქვათ, არც მშვიდობიანი და არც არამშვიდობიანი ბირთვული პროგრამა აინტერესებდათ ის, რომ ირანი დამარცხდეს, გაფარჩაგდეს, წააგოს ომი, იქნას ჩაჩმორებული, იქნას დასუსტებული და მათ მიხვდნენ ისინი, რომ ესენი მოტყუებული აღმოჩნდნენ და სულ ფეხებზე კიდიათ ახლა გაგრძელება იმის, რასაც თავის დროზე ტრამპის და ისრაელის წყალობით შეეშალა ხელი. ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებას, პირველ შეთანხმებას. ხო, არ ვიცი მე რატო გონიათ იმას, რა ქვია, ანგლოსაქსებს და ვიღაცას 250 წლის სახელმწიფოს, რატო გონია რომ აქ უფლება, რატო გონია რომ აქ უფლება, რომ მას შეიძლება კონდეს ბირთვული ბომბი მსოფლიოში და სადაც უნდა იქ ჩამოაგდოს, როცა დაჭირდება, ვისაც უნდა თავში ხელი წაარტყას და ვისაც უნდა თავში ხელი წამოარტყას, ან ისრაელს რატო გონია რომ მას, როგორც ასეთი სახელმწიფოს, რომელსაც არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშანი არ განესინჯებოდა 3000 წლის მანძილზე და ახლა შეიქმნა და იგიც ქართველის წყალობით ჩამოყალიბდა და აქ უფლება კონდეს ბირთვული იარაღი და რატო არ უნდა კონდეს ისეთ დიდ სახელმწიფოს და რატო არ უნდა კონდეს ისეთ დიდ ერს, როგორიც არის ირანი, რომელმაც სოფლიოს, რა ვიცი, კულტურულ, ისტორიულ, ყველანაირ მიმართულებაზე უდიდესი კვალი დაუტოვა. და ებრაელებს და ანგლოსაქსებს აქვს უფლება ამხელა ერს და ამხელა ქვეყანას თავში ურტყას. რა მაგარია, ბიჭო? ერთი საქართველო იყოს, ერთი 90 მილიონი
90 მილიონი იყოს ქართველი, კონდეს იმხელა ტერიტორია, როგორც აქვს ირანს, კონდეს ისეთი სიმდიდრე, კონდეს ისეთი ძლიერი ჯარი და ერთი მოვიდეს ვიღაცა ან ებრაელი ან ამერიკელი და უთხრას, რომ შენ აქ ეს არ უნდა გქონდეს, შენ აქ ის არ უნდა გქონდეს. ვინ ჩემი ფეხები ხარ, შვილო? ვინ ახარ? წადი შენი ოკეანის გაღმა და ეგდე იქ. და შენს კიდე დაეტიე იმ შენ ისრაელში და არავინ გეკითხება მე რა მექნება ჩემ სახლში. შენ უნდა გქონდეს და მე არ უნდა მქონდეს. აი ეს პოლიტიკა არის. იმიტომ არ უნდა გქონდეს რომ დაგაჩმოროს და დაგასუსტოს. გამოვიდა ეს ბრძენი ისრაელი მართალია ეს ღაზას სექტო. შენ რო გკითხოს კაცმა ისრაელი იმაშიც მართალია, აგერ 14500 უდანაშაულო ბავშვი რო ჩადო მიწაში. ხო? ებრაელების დამსახურება ისაა რომ ქრისტიანსვეს ჯვარზე. ესაა ებრაელების დამსახურება. კი. ერს რომელსაც ქრისტემ უქადაგა, უმკურნალა, სიკეთე, სიყვარული და გააკრენ ჯვარზე. და რომლებმაც უარყო ქრისტე და ჯვარზე გააკრო. ესაა ებრაელების დამსახურება. ხო. წათი ბიძე, წათი მიხედე შენ თავს. მიხედე. ესაა ებრაელის დამსახურება, კი. ღმერთის მოღალატე ერი. კი. მე არ მიყვარს და შენ გიყვარდეს. მე ქართველი ერის გარდა არც ერთი ერი არ მიყვარს. ასია. გამომიხვალთ აქ რომელი ძმობა გაგვიწიეს ებრაელებმა. რამდენი ერთი ებრაელი გახსოვთ, ერთი აფხაზეთის ომში საქართველოს მხარეს მებრძოლი, 2008 წლის ომში ვინ გახსოვთ საქართველოზე მებრძოლი, რომელი ებრაელი და რომელი ისრაელი გახსოვთ საქართველოზე გვერდით დამდგარი ეკონომიკურად გაჭირვებები, ვინ გახსოვთ ერთი? ვინ გახსოვთ ერთი? აი მაინტერესებს. ერთი გვარი მითხარით. ერთი გვარი მითხარით. ამაშია საქმე რა. ჩვენ ქართველებმა ერთმანეთის ფასი არ ვიცით და საკუთარი სამშობლოს ფასი არ ვიცით. მიდით უკარით ტაში. მიდით უკარით ტაში. და ხვალზე ეს, რა ქვია, რადიაციული თოვლი რო მოვა იმაში თბილისში, მე ვნახავ ერთი ტაშდაკრული ვინ იქნება. ებრაელი იყო გეზერაშვილი. რომელიც გაძარცვა ქართული ჯარი. ხო. და ქართული ჯარის ნაძარცვით მილიონები იშოვა და იქა. ებრაელი იყო იაკობაშვილიც. ღალატში საქართველოს მიწების ღალატში რომ მონაწილეობდა. თურქეთი ჩემოძმაო და საერთოდ მუსლიმური სამყარო, არა მარტო მუსლიმური სამყარო, ყველა სოლიდარული არის ირანის მიმართ. თურქეთიც, საუდის არაბეთიც, პაკისტანიც, მათ შორის ჩინეთიც, მათ შორის რუსეთიც, მთელი გლობალური სამხრეთი, ასე რომ ვთქვათ, და ჩინეთი და რუსეთი არის ირანის მხარეს. ასეცა. ირანი 200 წელიწადი არავის არ დასხმია თავს. არც თქვენ მე ვერ გამახსენებთ, რომ ბოლო 200 წლის მანძილზე ირანმა როგორც სახელმწიფო ვინმეს დაესხა თავს. არ ყოფილა ასეთი. და ირანს კი ესხმიან თავს, ხან ერაყი დაესხა თავს, ხან ისრაელი დაესხა თავს, ხან ამერიკელებმა სპეცოპერაციების ჩატარება მოინდომეს იქ. 1000 სხვა რა. კი, ებრაელები ქართველების გვერდით იბრძოდნენ. რას მელაპარაკებით ხალხო. ებრაელებს ქართველებისთვის თავი აქვს დადებული, დაგინაცვლე.
არ ვარ მე არავის არც განადგურების მომხრე და არც აღზევების მომხრე, სიმართლე გითხრათ, არა ეს ჩემი საქმე. ადგენდა მიხედონ თავიანთ თავს. მაგრამ ის როდესაც ისრაელი მოისაქმებს ირანში, როდესაც მოისაქმებს, ესა რა ქვია, ირანში და მათი მოსაქმებულიდან ჩემს და ჩემ ქვეყანაში ექნება პრობლემა. მერე ნუ გეწყინებათ, რასაც ვიტყვი და რა დამოკიდებულებაც მექნება. ებრაელები და უკრაინელები არიან საქართველოსთან მიმართებაში ყველაზე უმადური ხალხი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ერთი ჯიშის არიან. ერთი ჯიშის არიან, უბრალოდ ებრაელებს სახელმწიფოებრიობის განცდა აქვთ თავისი და უკრაინელებს არ აქვთ მაგის განცდა. ებრაელები არა იგენი იყვენ კიდო. სომხები. სომხებს რო კითხო, სომხები იყვენ, ბაგრატუნები იყვენ. შენ ებრაელი ხარ, ალბათ და შენ რო კითხოს, კაცმა ბაგრატიონი ებრაელი იყო, ვაი შენ პატრონი შენს. ხო, სპერი ისტორიული საქართველო და ისტორიული ქართული მიწა, ეს ისრაელი ყოფილა პირდაპირ. რამდენი დებილეს საიდან მოგაქვთ ამდენი ავადმყოფობა ერთი. საიდან მოგაქვთ ახლა ამდენი ავადმყოფობა? ებრაელი არა ის იყო კიდე. ისინი სხვა იყვენ, რა ქვია, ქრისტიანები კი არ იყვენ, ეს ბაგრატიონები ისინი იყვენ, რა ქვია, იუდაელები. და იუდაიზმის მიმდევრები იყვენ და თორა და ტალმუდი ედვა თავთან, ბიბლია კი არა. ებრაელმა აღმაშენებელმა ჩაატარა რუის ურბნისის კრება, ხო? რანერი ბოდუა გაქვთ. ისრაელში წავა. თუ მოვა რადიაცია საქართველოს და მე ისრაელში წავალ და მიმიღებს ისრაელი ჩამიხუტებს ისე რაფერაც 26 საუკუნის წინ ჩაიხუტა ქართველმა ებრაელი. აბა რა დაგენაცვლე. მასია. ახლა აბა უკნიდან განათლებულ ქართველებს, ჯორჯიელებს ვინ ეყვარება? ყველა ვინც უარგისია. უკრაინელი. ხო? და ყველაფერი ცუდი ენდომება მისი ქვეყნისთვის. არ იყვნენ გენაცვალე ბაგრატიონები, ებრაელები. არა. ეგ თქვენი ზღაპრებია ისრაელში დაწერილი. და სხვათა შორის არც მარიამ ღვთისმშობელი არ ყოფილა ებრაელი. ისე ცნობისთვის. ებრაელებს რაც აქვს ქრისტიანობაში წვლილი შეტანილი, ის აქვს შეტანილი, რომ ქრისტე გაყიდეთ და ჯვარზე გააგარეთ. ეგ იყო ებრაელების დამსახურება. გაგიმართოს მაგრამ. ისა სიმართლე. გამოდი ახლა თქვი რომ ეგ ასე არ იყო. არ იყო? კარგი, შემოგარგებო, თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაქვს, დამისვით. რადიაცია გვემუქრება კი არა, თუ კი რადიაციამ ღიად გაჟონვა გააგრძელა, ყველაზე ადრე ჩვენთან მოვა. დაგენაცვლე იყო. ამ მომივიდა სოფლიო ჭიპია. მე მაგ ტვინის შერყევა? როგორ აცვა რომაელებმა ჯვარზე ქრისტე? როგორ აცვეს რომაელებმა ჯვარზე ქრისტე? დაგავიწყდა? იუდა ხო იყო ებრაელი, ხო გაყიდა, ხო ჩააბარა. ხო უნდა და გაშვება პილატეს. და მე ხომ იცა ხალხს უფლება
აბა მე ჯერ საერთოდ თუ ამ კაცში დანაშაულს ვერ ხედავ და გაუშვა. გაშვება უნდოდა და გამოხდა ზუსტად თქვენი ებრაელობა, თქვენი რაბინები და არაო, არ გაუშვათო. არაო. მე ადგა და გამოიყვანა ბარაბა, კაცი ჭამია, სისხლის მსმელი. და მე უთხრა რომ კაიო, მაშინო თუ ასე ჯვარზე ყავდო, გასაგრავი დამნაშავე ებრაელი აგერ ყავს, გასაგრავიო, ჯვარზეო, ყაჭაღი და მძარცველიო, ბარაბაო. ქრისტე თუ ბარაბაო. ბარაბაო. თქვენ უთხარით ებრაელებმა. და მე ვაპაო ეს უმართლო სისხლიო ვის კისერზე უნდა იყოსო. ჩვენზე და ჩვენ შვილებზე იყოსო. არ თქვით ასე? გიგონებ რამეს? თქვენ აცვით, თქვენ გაყიდეთ და თქვენ აცვით. თუ არ იცი, საშენოთა გაქვს ეთყობა წაკითხული ბიბლია. ხავა ყველაფერს ზურიკი. თქვენ რა ხართ, იცი? ანგელოზები ხართ. ფრთები გაქვს, ზუგა, უკაგეიგე ყველა ებრაელს და ანგელოზების ისა გაქვს, ჩარავანდები. თქვენ რა ვახართ, რამეში დამნაშავე, ან წარსულში, ან მომავალში, რამეს რავა დააშავებთ, ან აზმყოში. ებრაელი კაცი რო სტალინს ახსენებ, გლახათ, ებრაელი რო სტალინს ახსენებ, სტალინის ბიჭო, შენ კი არა, განსაკუთრებით, აი სტალინს რო ახსენებს, ახლა ებრაელი გლახათ. შენ კი არა, მამაშენი არის ფართხალები და ყვერებში სტალინი რო არ ყოფილიყო. ხო, ასე იქნებოდა. ეგერ ეს საპნებად ჩაგაბარებდნენ, ეგერ ან ზაქსენჰაუზენში, ან იმაში, რა ქვია. ბიუხენვალდში ან ოსვენციმში. და არც მაგ ისრაელი გექნებოდა ჩექნილი კიდე. და სტალინის ერთი ქუჩა არა გაქვთ იმ ისრაელში. ვინც ამ ხელას სიკეთე გაგიკეთა. იედი ბიძია საქმეს მიხედე რა, წადი ბიძია საქმეს მიხედე. და ქართველმა ერმა რო შეგინახათ და ქართველმა ერმა რო გარჩინათ და თავზე ხელი გადაგისვათ, რომელმა ერმა გაგიკეთათ მაგდენ. ტრაქში უძრებით ახლა გერმანელებს და ფრანგებს და იმიანს და ქართველია ცუდი. მუშად, რიგით მუშად არ უშვებით თქვენ ქვეყანაში. ასე იყო ასე. და სტალინს ლანძღავს. არა, ბებიაშენისა რუზველტმა შეგიქმნა, ან ჩერჩილმა. უფრო უკეთესკენ, ჰიტლერმა შეგიქმნა ისრაელი. აი, ვიცი, აი, საქმეს მიხედე, შენერი შტერები ნახე და იგენი გააშტერე. თურმე ებრაელები ქრისტეს ჯვარცმაში არაფერ შვაში არ არიან. თურმე ისა რა ქვია, სტალინი არის თურმე ებრაელებიდან გლახაც ახსენებელი და თურმე უმადურები უნდა იყოს. წადი ბიზია, წადი. ნუ ზიხარ, აქანი შეიძლება რაკეტა მოფრინავდეს. შენ ქვეყანას მიხედე. იმედია მეორედ აღარ განმეორდება მსგავსი რაღაცა. კიდე 26 საუკუნე აღარ შეგინახავთ ქართველიერი. უმადურები ხართ და უსინდისოები. აი მაგას რო ბედავ და ლაპარაკობ. მარტო გრიგოლ ფერაძემ რა გააკეთა. ათობით ებრაელი შეიფარა და ებრაელების მაგივრად თვითონ შევიდა საკონცენტრაციო ბანაკში და თვითონ შეეწირა და თქვენ გადაგარჩინათ. შალვა მაღლაკელიძემ რამდენი ებრაელი გამოიყვანა. და უმტკიცებდა იმას გერმანელებს, რომ ესენი ებრაელები კი არა, ქართველები არიან. ათასობით. აი ამნერი მადლიერება იცით თქვენ? ღმერთის მოღალატე ხალხი, იმას რა ქვია, ქართველების ერთგულები რატო იქნებით? ხო, თუ ასე არ იყო, გამოდი მაშინ და მითხარი სხვა. ლენდლიზი კი არა, შეკვანა საქმეს მიხედე რა. ლენდლიზი კი არა ის გამომივი. აი ამერიკული ლენდლიზი რო არ ყოფილიყო სტალინისად იქნებოდა ეს ლიბერასტების ისა, რა ქვია, აზროვდება პირდაპირ ებრაელებიდან რობოდის. ამათი იდეოლოგია ნეოლიბერასტული. ლენდლიზი რო არ ყოფილიყო. ლენდლიზი რო არ ყოფილიყო, 2 წლით გვიან დამთავრდებოდა ომი, მაგრამ ვაი უბედურებად დამთავრდებოდა, მაგრამ არც ერთი ებრაელი აღარ იქნებოდა დარჩენილი. იგი იქნებოდა პასუხი. 1-2 წელიწადი რო დასრულდა გიტლერს, აი მერე ნახე რაფერ იქნებოდით. და მაგ ლენდლიზი რო გამოაგზავნეს კიდე ამერიკელმა ებრაელებმა იმის რა ქვია საბჭოთა კავშირის დასახმარებლად, იმიტომ გამოაგზავნეს, რომ
თვითონ არ დასხმოდნენ მერე თავს და არ განადგურებულიყონ და სხვათა შორის სესხად გამოაგზავნეს ვალად და არა დასახმარებლად. მე ლოთო შეხარ განათლებული უგნიდან განათლებული. შენ პატრონი ებრაელი რო სტალინზე გლახას იყოს ბიჭო, სასწაული ხალხი ხარ, მაგრამ რა გინდათ ვიზია ქრისტე გადაყვათ საკუთარი სიცოცხლით და ის გაწირეთ და ჯვარზე გააგარით და ახლა სტალინს თუ შეაგინებთ და შეაფურთხებთ, აბა რა იქნება? არ ვიცი, არსებობდნენ ებრაელები, ნორმალურად მოაზროვნე ებრაელები, მათ შორის ვოლფ მესინგი, რომელიც სპეციალურად სტალინთან გამოიქცა და სტალინს შემოეკედლა იმისთვის, რომ ერთადერთი კაცი ხარო და ერთადერთი ძალა ხარო, რომელსაც შეგიძლია მსოფლიო ჭირიო შეაჩეროო და იხსნაო და ჩემი ერიც გადაარჩინოო და ვოლფ მესინგმა აღიარა სტალინი და ვოლფ მესინგი ჩამოვიდა სტალინთან და თქვენ ვინ ახართ ამნაირი ვოლფ მესინგზე მეტი უკეთესები სტალინს რო ლანძღავთ ერთი. კი ბატონო. ეგ არა უკვე კუსა ჩემი საქმე. მაგ არ ყვიონ ერთმანეთში. ისეთი უტეხია. ჩემი ნება რო იყოს, ყველა ქართველ ებრაელს, ვისაც აქვს საქართველოს პასპორტი, ყველას ჩამოვართმევთ. აი ზუსტად მასეთი აზროვნების გამო. ზუსტად მასეთი აზროვნების და მასეთი დამოკიდებულების გამო. მიხედე ბიზია შენ ისრაელს, მიხედე. რატო არ უნდათ იცი საქართველოში გამოხედვა? მე გეტყვი რატო არ უნდათ? იმიტომ რომ გაჭირვებაში არიან და გადარჩენა უნდათ საკუთარი თავის. და შენ ებრაელს, რომელსაც 3000 წელი ჰქონდა შენი სამშობლო მიტოვებული, არა გაქვს უფლება სხვას უთხრა და მით უმეტეს იმ ერს, რომელმაც 26 საუკუნე შეგინახა აქ რატო ხარო, რომელიც მუშაობს და არ თაღლითობს და ვინ გამოაქცია, იცი ისინი აქედან? სოფლიო ებრაულმა ძალამ, რომელთა ხელში არის მთლიანად ისა რა ქვია, მთელი ბანკები და მთელი სესხები და მთელი კრედიტები. ხო, აბა თქვენ გონიათ ის რა ქვია, TBC ბანკი და ის რიკო კრედიტი და ის რა ქვია, საქართველოს ბანკი ქართველების ხელშია? ებრაელი მევახშეების ხელშია. რომლებიც ჩააგდო შავდღეში ქართველი და მის ქვეყნიდან გააქცია. სიმართლე ასეა, აგერა. BlackRock-მა იყიდა ბოლოს ისინი, რა ქვია, აქციები. რა ასე? არა ხართ მე პროცენტები და მევახშეები? არიან ქართველები თუ არა, იმასავე და გძარცვავენ, მაგრამ აღაჩაღებენ და კლავენ. ბარზე და ლაფართკაზე მომუშავე, რა ქვია, ებრაელი მე არ მინახია ცხოვრებაში. მოდის და პატიოსნად მუშაობენ და თავის საქმეს აკეთებენ და რამდენი გადაგიგდიათ. რამდენი ნაადრევად გამოგიდეპორტებიათ, რამდენისთვის ხელფასი არ მიგიწიათ. ფული რო ქონდათ მისაცემი და იმას რო ურეკავდით საიმიგრაციო სამსახურს რო გაადეპორტეთ აქედან. ჩემი აზრი არ მაქვს ხალბატონო, ესაა ფაქტი და ესაა რეალობა. ისრაელში თუ ხარ და ქართველი ებრაელი თუ ხარ, კარგად მოავლე თვალი და თუ ასე არ აკეთებდნენ ებრაელები ქართველების მიმართებაში, მაშინ მითხარი რომ არა. აგერა უამრავი ქართველი წერს სახლი, კარი გაყიდა ისრაელში ჩამოვიდა, როგორ მოიქეცით? რატო ითხოვთ მე სიყვარულს და დაფასებას მე ვერ გამიგია? როგორც გიყვართ საქართველო და ქართველები, აი ისე მიყვარხართ მე თქვენ. საქართველოს და ქართველების სიყვარულს თქვენს რას უძახით, იცი? ჩამოხვალთ და რესტორანში რო გაძღებით და იმღერებთ და იტაშპანდურებთ და წახვალთ. ანუ ვიღაცას ჩამოიყვანთ მერე და ამღერებთ მაგ. ამას უძახით საქართველოს სიყვარულს. არა ეს საქართველოს სიყვარული. მოკლედ კარგად ბრძანდებოდით. ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. დანარჩენი კიდე დრო გამოაჩენს.